პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე დაგეგმილი დარტყმები გააუქმა. შესაბამის განცხადებას დონალდ ტრამპი Truth Social-ზე აქვეყნებს. მიზეზად ტრამპი ასახელებს ირანთან მოლაპარაკებებს, რომელიც მისი თქმით ბოლომდეა მიყვანილი და დამტკიცებული. ტრამპი ამბობს, რომ საზღვაო ბლოკადა დარჩება, ვიდრე ტრანზაქცია არ დასრულდება, ხელმოწერის დრო და ადგილი კი მალე გამოცხადდება. იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონემდე იქნა მიყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გავაუქმე ირანზე დღეს საღამოს დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები. საზღვაო ბლოკადა სრული ძალით დარჩება მანამ, სანამ ეს ტრანზაქცია არ დასრულდება, ხელმოწერის დრო და ადგილი მალე გამოცხადდება, აღნიშნავს ტრამპი. უნდა აღინიშნოს, რომ ირანზე თავდასხმას ამერიკის შეერთებული შტატები 11 ივნისს ღამით აპირებდა. მეტი ახალი ამბების გასაგებად გამოიწერეთ GNC Georgia.